ვერძებისთვის არის მე-6 სახლში დაბნელება და ვისაც პირად რუკით იცით, ვინც იცით, მაგალითად, ხალწულის 30 გრადუსი სად ხდება, რომელ სახლში იქიდან შეგიძლიათ გამოითვალოთ, ვისაც ან მე-6 სახლში უჯდება დაბნელება, ან უბრალოდ ვერძის ზოდიაქო არის, ხო? იქ სხვა პლანეტებს არ ვითვლით, მეგობრებო, ახლა ის რომ ახლა მერკური მყავს ვერძში და ამაზე არ არის მზე ცენტრი, სადაც არის, იქიდან ვითვლით ხოლმე იმ ზის სახლს გულისხმობთ, ხო აქ. შესაბამისად, მე-6 სახლი ჩვენთან არის სამსახური, ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის დაგეგმვა ცხოვრების, რამდენად მაქვს გაწერილი ცხოვრებაში რა, როგორ უნდა გავაკეთო მაგალითად, როგორ შეიძლება ცვლილებები შევიტანო ჩემს კვებაში, იმიტომ რომ მე-6 სახლი არის რეჟიმი, სწორი კვება, სამსახურებრივი ვალდებულებები და რამდენად მე შინაგანად მოწესრიგებული ვარ, რამდენად დალაგებული მაქვს რაღაცები ჩემს რუტინაში. აი ამის შემოწმება ხდება ხოლმე. აქ არის რაღაც ცვლილებები შესატანი. ზოგ შეიძლება სამსახურებრივი პრობლემები შეექმნას, ან ახალი გამოწვევები იყოს მათთან, ზოგმა შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოს, ზოგმა შეიძლება ახალი რუტინები შეიქმნას, ხომ? აი მე-6 სახლში ჯანმრთელობის და შრომის და რუტინის სფეროში სიახლე არის შესატანი ყველა ვარიანტში, ხო? შეიძლება შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით იყოს პრობლემები ზოგთან მაგალითად, იმიტომ რომ შინაური ცხოველები ასევე ჩვენთან მე-6 სახლი არის, ზოგთან შეიძლება იყოს უბრალოდ სამსახურში რაღაც სიახლის შეტანა. არის აი პირდაპირ მოთხოვნა, ხო? შეიძლება ადამიანმა ჯანმრთელობას მიხედოს და რაღაც ახალი შეიტანოს ან კვებაში, ან ჯანმრთელობის მოვლაში, ხო? ჯანმრთელობა ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა პრობლემა მომეწამეს. შეიძლება გამაჯანსაღებელი ახალი რუტინების შექმნას ადამიანმა, ახალი ვარჯიში მაქვს დასაწყები, ახალი კვება მაქვს დასაწყები მაგალითად, ხო? ახალი სამსახური მაქვს დასაწყები. აი ეს თემები იქნება ძალიან აქტუალური. ეს არის ვერძებისთვის მთავარი, რომ მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას დააკვირდით რა არის აქ სიახლე შესატანი ან თქვენ სამსახურებრივ სფეროში ზოგ შეიძლება კონდეს უკვე განცდა რომ რაღაც მე აღარ მინდა ეს სამსახური და რაღაც ახალი სფერო მინდა საერთოდ დავიწყო ხო ახალი მიმართულებით მინდა უკვე სამსახურში ან არსებულივე სამსახურში გადამიყვანონ ან ახალი რაღაც სისტემა შევქმნა ან ახალი მოვწებო აი ეს ვარიანტები ვის ექნება ჯანმრთელობასთან გამოწვევები ვის ექნება რუტინასთან გამოწვევები ვის ექნება მაგალითად პირდაპირ კარიერულ სამსახურებრივ თემებსთან და ჯანმრთელობასთან ხო აი ეს იქნება ვერძებისთვის განსაკუთრებით ახლა აქტუალური